დაგლოცოთ, მერტმა გაგახაროთ, ყველანი. დაგლოცოთ და სულიერი წინსვლა მინდა გისურვოთ. მინდა გისურვოთ ის, რომ ვისწავლოთ სიყვარული, ვისწავლოთ მეტი გაძლიერება სიყვარულში. რა თქმა უნდა, ეს სოფელი ძალიან ძიმე ცხოვრებაში, ძიმე დროში საკმაოდ დიდ ეკლის გვირგვინს გვადგამს, მუდამ და მუდამ ტანჯვას გვივლენს. მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მაინც მიუხედავად ამისა, მიუხედავად ყველაფრისა, იმ წინააღმდეგობებისა უნდა ვისწავლოთ მაინც დიდება ღვთისა. და უნდა ვისწავლოთ უფრო მეტი მოთფინება. შედეგად, რა თქმა უნდა, სიყვარულსაც ვისწავლეთ. ვისწავლოთ უნდა ყოფნა თვითკრიტიკაში. უნდა ვისწავლოთ და ვეცადოთ, რომ უდრტვინელად მოვითფინოთ ის სიმძიმე ამა ცხოვრებისა. ის, ასე ვთქვათ, მორჩილება ვისწავლოთ, რომელიც ქრისტიანისათვის ასე სავალდებულოა და აუცილებელია. ჩავაქროთ ჩვენი ყველა მრისხანე მოძრაობა. უნდა ვისწავლოთ ჩვენ, რომ ის რომ თავი დავიმტაბლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბოროტი ძალისაგან დათესილი თესლი გაიზრდება, რომელიც მუდამ ითესება ამას სოფლისგან. ამიტომ თუ ჩვენ მორჩილებას და თავმდაბლობას არ ვისწავლით, ვერასდროს ჯვარს ღირსეულად ვერ ვატარებთ. სანამ ჩვენ მიწაზე ვართ, უნდა ვეცადოთ, რომ ვარყოთ ჩვენი თავი, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და შევუდგეთ ქრისტეს. უნდა დავითფინოთ ყოველგვარი ის სიმძიმე, ტვირთი, დისკომფორტი, შეიძლება ასე ითქვას, რასაც ზოგჯერ ეს სოფელი გვივლენს ხოლმე. ძალიან ძნელია იტყვით, რა თქმა უნდა და გეთანხმებით, ძალიან ძნელია. მაგრამ მორჩილება ეს არის საკუთარი ნების მოკვეთა ღვთის წინაშე. ეს არის მოკვეთა სულიერ გონებაში, სამშვილველშიც, სხეულშიც, სულთლიანად საკუთარი ნების მოკვეთა და ღვთის ნების აღსრულება. ეს ძალიან ძნელია იტყვით თქვენ და გეთანხმებით, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ვიდრე ადამიანი განსაცდელებით არ მიხვდება ამას და საშიშროებებით და ვიდრე არ მიხვდება ისე რომ რაღაც ღვთაებრივი იმ განსაცდელებრივი პედაგოგიკით არ შეიცნობს საკუთარ თავში ამის აუცილებლობას, მანამდე სასურველია დაუჯეროს წმინდა წერილს, დაუჯეროს წმინდა გარდამოცემას. როდესაც ჩვენ ვთქვათ, ვცდილობთ, ნაყოფი გამოდის. გამოდის ნაყოფი მორჩილების. ყველაზე მძიმე და ყველაზე ძნელი გამოსაღები არის თავმდაბლობის და მორჩილების ნაყოფია. ყველაზე ძნელი. როდესაც ჩვენ ველით რომ ნაყოფი გამოვიდეს სცენარეზე, ხეზე და სცენარეებზე, დრო უნდა მას და მოთფინება უნდა. და სულიერ ნაყოფს უფრო მეტი მოთფინება და დრო უნდა. ამიტომ მოდით ვისწავლოთ ყოველივე სინანულით, ტირილით, ცოდვებზე, განწმენდის პროცესით. განწმენდა ადამიანისა ძალიან ძნელია ესეც. ეს განწმენდა ხდება ლოცვით და მარხვით, აღსარებით, ზიარებით. იწმინდება ჩვენი მთელი სული, სამშვილდე და სხეულიც. თითქოს სათქმელადაც არ არის ადვილი, მაგრამ აღსასრულებლად კიდე უფრო ძნელი და უფრო დიდ შრომატევად საქმეს წარმოადგენს ეს. უნდა შევიმუშაოთ. სხვა გზა არ არის. მართალი თვალთახედვა, მართალი მსოფლმხედველობა, მართალი მსოფლშეგრძნება. შევიმუშაოთ იმ გაგებით, რომ რაც მოცემულია მართლმადიდებლური სარწმუნოების დოქტრინით, ეს ყველაფერი ვისწავლოთ. სწორი და მართალი მსოფლმხედველობა და ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, თვითმსოფლჭვრეტა, მსოფლმხედველობა, მსოფლშეგრძნება. ეს კიდე მიიღწევა რის შუქზე, წმინდა წერილის შუქზე, სულიწმინდის მადლით, ხომ? წმინდა გარდამოცემის შუქზე, ქრისტიანული სწავლების დოქტრინის შუქზე მიიღწევა ეს. ამიტომ, როცა ადამიანი გამთლიანებულია და მსოფლმხედველობა მისი სრული და დამშვიდებული და ფუნდამენტალური აქვს და წარმოდგენა მის სამყაროზე მთლიანია, სავსეა, არ აქვს დაზიანება და ბზარი, აი მაშინ ესეთი ადამიანი უდრტვინელად, რაც თქვი, გამოიმუშავებს მოთფინებას, უდრტვინელად იტანს ყოველგვარ აი სიმძიმეებს, დისკომფორტს, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობას ამას სოფლიდან, ბოროტი ძალებისგან. სანამ ადამიანი იხსვის და ადამიანი შრომობს და მუშაობს, მაშინ მას ასე ადვილად ბოროტი ძალა არ ეკარება, ვერ ეკარება. მანამ სანამ ქვაბი ცეცხლზე დგას, მას ვერც ბუზი და ვერც ქვეწარმავალი ვერ ეკარება. ხოლო როცა ჩამოვდგავთ ცეცხლიდან, მაშინ ეკარება და ასევე სულიერი ღვაწლიც, ხომ ვიცით ეს. ამიტომ მოდით რომ აი კვლავ ამაზე ვიმუშაოთ ჩვენ, რომ მეტი ტირილი ცოდვებზე, მეტი თავის დამდაბლება, მეტი განწმენდა, მეტი ასე ვთქვათ, კონცენტრირება და აქცენტი მარადიულზე, სულიერ ფასეულობაზე.
და არა მეორე ხარისხოვანზე და მე 100 ხარისხოვანზე და მე მილიონი ხარისხოვანზე. ჩავაქროთ, როგორც ვთქვი, ჩვენ ყოველგვარი უარყოფითი და ავანთოთ ყოველგვარი დადებითი. ნეგატივი დავაპატარავთ და პოზიტივი გავასწავლოთ. გზახსნილი გქონოდეს, ღვთის სადიდებლად და სული სასწაულებლად. ყველას გისურვებ წარმატებასა და ბედნიერებას. ამინ.